მართალი ერთეულის ტერიტორიაზე. ნებართვის გარეშე. მომიწვით ერთუზი. დაკავებას ექვემდებარება ის რომ და შემდგომ უნდა გადავიდეთ აუ ფოტო მინდა რა. გასპრომის შემოსვლას აპროტესტებს. რა ქვია თქვენ? დავით, ეხა ერთ წამი რა. გასპრომია თუ სამართალდარღვევაა და იმას გეუბნებით და. რა არის სამართალდარღვევა? პოსტერის გაკვრა? ღობეზე, სუსტად წერია მან, ღობეზეც არ შეიძლება. ღობეზეც არ შეიძლება კანონში. გვაჩვენეთ, კანონი გვაჩვენეთ. გაჩვენეთ, ოღონდ ერთ წამი რა. გეგველოდებით. გვაჩვენეთ კანონი. ეხლა კანონს კი არ ეძებთ აბა რა ეხლა. ეხლა რეკავთ ზემდგომ ორგანოებში თუ ხელმძღვანელობასთან რომ მიიღოთ ინსტრუქცია რა გააკეთოთ. იმიტომ რომ ეს ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეწინააღმდეგება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ნებას. სერგოთ სანამ არ დააკავებთ, მანამდე მე ხელს ვერ მომკიდებ. ნახეთ, ხო კარგად გამოიყურება. გამოიყურება რა. ნუ აკეთებთ, ხო გეუბნებით ერთხელ. აი სერგო დაკავებულია? ნუ აკეთებთ, ხო გითხარით? სერგო დაკავებულია? სერგო არ ვიცი ვინაა, როგორც გეუბნებით და პოლიციელი მომიწოდეთ. მე ტელეფონის ნომერი. და გეუბნებათ. ტელეფონის ნომერი. ოდილი უნდა იმებოთ და არ უნდა გააკეთოთ. იქ სადაც უკვე იყო დაკრული პოსტერი და ცხადია ტელეფონის მითითებულია იმ ბატონის სერგოს ვინც პოსტერი დააკრა, იმავე ადგილას მივაკარი პოსტერი, სადაც ბიძინა ივანიშვილის და გასპრომის კავშირი ჩანს და ცხადია რომ ბუნებრივია რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის სასარგებლო დამაკავეს, განვადოთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევით, ვნახოთ როგორ განჩალდება მოვლენები. აკავებენ, იმიტომ რომ პროტესტი გამოხატეთ გასპრომის შემოსვლასთან დაკავშირებით საქართველოს.